მოგესალმებით, დღეს მე გასწავლით თუ როგორ უნდა ჩავაგდოთ საქართველოს დროშა Bannerlord-ში. შევდივართ Google-ში და ვწერთ Bannerlord banners, როგორც ხედავთ მე უკვე მაუს გაკეთებული. შევდივართ Bannerlord banner-ში, ვაწვევით აქ მეორეს და ვაკეთებთ ამ საიტზე ასე დროშას, ან თქვენ შეგიძლიათ თქვენი სასურველი დროშა გააკეთოთ, როგორც გინდათ. შემდგომ ვავკოპირებთ ამ კოდს და ვაწვევით აქ banner color persistent-ში გადავდივართ, შეგვაგდებს Nexus Mode-ში. აქ შეიძლება გადმოწერის დროს მოგთხოვოთ რეგისტრაცია ამ საიტმა და 2 წუთის ამბავია. შეგიძლიათ ძალიან მალე დარეგისტრირდეთ, სხვანაირად ვერ გადმოიწერთ. გადავდივართ შემდგომ ფაილში და ვიწერთ ბოლო ვერსია. სასურველია რომ იყოს ბოლო ვერსია, ვაწვევით manual downloads. იმისთვის რომ ამ მოდმა იმუშაოს, საჭირო არის გქონდეთ harmonies mode. გადავდივართ შემდგომ harmonies mode-ში და ვიწერთ ანალოგიურად ამ harmonies modes და სასურველია ესეც იყოს ბოლო მოდი ან ბოლო ვერსია უпроსწორად და იმისთვის რომ ნებისმიერმა მოდმა ამ თამაში იმუშაოს, საჭიროა ყველაფერი იყოს ბოლო ვერსია, ყველა მოდი იყოს ბოლო ვერსია საჭირო არის. შემდგომ ვაწვევით აქაც manual downloads და ვიწერთ ამ mods 5 წამი ჭირდება იმისთვის რომ გადმოიწეროს, ძალიან მალე გადმოიწერს, ძალიან ცოტა მეგაბაიტი უნდა. შემდგომ ვაწვევით, გადავდივართ ფაილში და ვაარქივებთ ამ ფაილს. შემდგომ შევდივართ ამ ფაილში და საჭირო არის ეს ფაილი გადმოიტანოთ დესკტოპზე და შემდგომ სადაც გაქვთ თამაში, ან C-დისკში, ან D-დისკში, მე ამჯერად D-დისკში მაქვს და შევართ D-დისკში. სადაც გაქვთ შეხვალთ იქ, შემდგომ გახსნით Bannerlords და მოდულეში ჩააგდებთ ამ ფაილს, როგორც ხედავთ მე მაქვს და აღარ ჩავაგდებ. შემდგომ კი შედიხართ თამაში და დანარჩენს უკვე განახებთ ყველაფერს თამაშიდან რას როგორ ვაკეთებთ. მოკლედ შემდეგ შევდივართ თამაში და აქ როგორც ხედავთ საქართველოს დროშა არ არის. ვაწვევით Ctrl+V და ვალა საქართველოს დროშა დამატებული არის. იმისთვის რომ იმუშაოს ამ მოდმა Bannerlord-ში დასაწყისში რაც გითხარით, საჭირო არის ბანერის მოდი და ამ ბანერის მოდმა რომ იმუშაოს, საჭირო არის harmonies mode. მოკლედ, აქვე გეტყვით იმას, რომ დაკრაკულ ვერსიაზე რამდენად შვება არ ვიცი. 50-50-ზეა, შეიძლება დაკრაკულ ვერსიაზე არ იმუშაოს ამ მოდმა, მაგრამ თუ გაქვთ ნაყიდი Steam-ზე ან Epic Games-ზე ეს თამაში, თუ ბოლო თამაშის ვერსიებს შეუხამებთ, ესე რომ ვთქვათ, ბოლო ვერსია თუ არის თამაშის და ბოლო ვერსიას გადმოიწერთ ნებისმიერი მოდის, აუცილებლად იმუშავებს ნებისმიერი მოდი ამ თამაში. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. მოტივაციისთვის დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.